წადი. რა ხდება უნივერსიტეტში დღეს? პირველი, ეს ყველაფერი არის მოსაწყენი. არ გაჩვენებათ, რომ მოსაწყენია, როდესაც ზიხართ ლექციაზე, უსმენთ ლექტორის მონოლოგს, შემდეგ იძულებულები ხართ, რომ დაწეროთ იგივე გამოცდაზე. ამ ყველაფერში გაძლევენ დიპლომს, შემდეგ ბედნიერები მივდივართ სახლებში. ეს დიპლომი მიგვაქვს მშობლებთან, რომლებსაც უხარიათ ჩვენი წარმატება. სამაგიეროდ არ გვაქვს განათლება. უნივერსიტეტი დღეს არ გვაძლევს განათლებას. განათლებას კი არა, კიბეებზე დადგომის უფლებასაც კი არ გვაძლევს. შესაბამისად ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. და უნდა შევცვალოთ ჩვენ. უნივერსიტეტი დღეს ეკუთვნით პარაზიტებს. კომფორტულ საავაზლებში მოკალათებულ პარაზიტებს, რომლებიც ჩვენ ხარჯზე ჯიბებს ისქელებენ, ამ დროს ჩვენ არ გვაქვს სასწავლო ლიტერატურა, არ გვაქვს საკმარისად დამაკმაყოფილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, არ გვაქვს უფლება რომ მივიღოთ განათლება. ეს ყველაფერიც უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვჭირდება განათლება. ჩვენ გვჭირდება რომ ვისწავლოთ ის, რაც ჩვენ გვსურს და არა ის, რაც თქვენ გსურთ. ამას ადმინისტრაციას ვეუბნები. ჩვენ გვჭირდება რომ ვისწავლოთ აზროვნება, იმიტომ რომ აზროვნების გარეშე მიიღებთ ზომბებს. ეს უნივერსიტეტი ჩემია, თქვენია, ეს უნივერსიტეტი არის სტუდენტების და არა იმ პარაზიტების, რომლებიც ახლა კაბინეტებში სხედან. დიახ, თქვენ ხართ პარაზიტები. ათვლით რომ უნივერსიტეტში რამე პრობლემებია? არაფერი. მე პირადად ხო სწავლის საშუალება მაქვს. სწავლობ და მაგმაყოფილებს ახსოვს რაც არის. არ ვიცი რა პრობლემა შეიძლება ის. თქვენს გაკმაყოფილებთ აბსოლუტურად უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი? კი, თქვენს. კი. რა შეცვლა, მაგრამ მაინც რა შეცვლა? რავი, არა, პრინციპში ესე ძალიან ისე არ ვიცი კონკრეტულად, მაგრამ რაღაცებს, ანუ თქვათ სწავლის სტილს რაღაც ძალიან ისე არის, პრინციპში ესეც მაგმაყოფილებს. ძალაუფლება სტუდენტებს უნდა ეკუთვნოს და არა ადმინისტრაციას, იმიტომ რომ რეალურად ანუ ძალაუფლება არის ჩვენი, ანუ ყველაზე დიდი ძალა აქვს სტუდენტებს, ხო? და ამას ვერ ააზრებენ სტუდენტები. რაღაც გონიათ, რომ მადლობელი უნდა იყოს რაღაც გასწავლია და რაღაც უნდა ემორჩილა რეალურად შენ ვდიფულს. ისე ქირაო, რო შენ მოგემსახუროს და აქეთ უნდა წაუყენო რაღაც მოთხოვნები, ხო? და სამეს ანუ არ იქნება ამის გააზრება და ვერ გაიზრებენ, სულ ესეთ პრობლემები იქნება და სულ რაღაც მორჩილებაში ვიქნები. პირველ რიგში თავისუფალი აზრის გამოხატვა საერთოდ არ არის ისეთი გამოხატავდა თქვენთვის გაგილამაზებენ ერთი, მეორეს რომ ძალიან გაბერილია ეს გადასახადი და არ რეალურია, არ უნდა გიდეს. მოგვიწევს გაერთიანება, მოგვიწევს ორგანიზებული ბრძოლა, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გარეშე შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. უაზრობა ვიდგეთ ყოველდღე ვაპროტესტოთ რაღაც. უაზრობა ვიდგეთ და ველოდოთ უაზრო დაპირებებს როდის შეგვისრულებენ და ასე შემდეგ. თავარია გვახსოვდეს რომ უნივერსიტეტი არის ჩვენი და უნივერსიტეტი არის სტუდენტები.